ჩვენი შოუს ერთ-ერთი საყვარელი სტუმარი გახლავთ ჯგუფი ბანი, რომელიც ახლა ჩვენი შოუს სტუდიაში შემოგბრძანდება. მოგზანდი შემოვიდა. საღამო მშვიდობისა, ჩემო გვირფასო ბანელებო. ერთი სიტყვა არ გადამიოდებია, გამორჩეულად მიყვარს ისიც თქვენი შემოქმედებაც, თქვენი სტუმრობაც. არა ლალო და ბანი მითხარ ბანელებო, აი ესეთი გულის და სულის ხალხი რო ხართ, მაგიტომაც არის რომ თქვენ თითოეულ სიმღერას განსაკუთრებულად ელოდება მაყურებელი და რაკიკა გვაქვს ეს სიმღერა, რომელიც უკვე მოისმინა, მაგრამ ჩვენ შოუში ეს პირველად გაჟღერდება. მოდი აქედან დავიწყოთ. ჩემო მინა ბზანი შენ გინაცვალებ. პირველ რიგში მოხარული ვარ და ბედნიერი რომ კვლავ გესტუმრეთ და აქედან შემიძლია მოვეფერო ჩვენს მსმენელს. რაც შეეხება ჩვენს სიმღერას, დავიწყოთ ამით, რაც გამოგვაქვს ჩვენი ჭინჭილა. მოკლედ, ბევრი რო არ გავაგზელო. ჭინჭილა დაიწერა დიდ დიღომში, იმერეთთან კავშირი არ აქვს ჯერჯერობით. დიდ დიღმელი ვარ, იქ ცხოვრობ. თელი რასაც ქვია უბანი, მართლა თბილი უბანი. აი ერთი დიდი სოფელი ასე ვიტყვი რა, კარგი ხალხი ცხოვრობს, რამეს თუ წერ, რამე თუ კეთდება, გამოვდივარ და ყველა არის გულშემატკივარი. სანამ გამო მანამდე მეუბნებიან, აბა რა მოხდა და რაღაც დეტალებს ვეუბნები და ყველა არის ჩართული ამ საქმეში და ძირითადად სახლში ვერ ვწერ სიმღერებს, რადგან ორი პატარა მყავს და არაფერს არ მაცლიან. ამიტომ მიწევს ავტოფარებში, თან მანქანაში, როგორ მართლა. სადაღარ დავდივარ, აი სიწყრარეში მოხდო რაღაც დავწერო ტექსტი და ასე დაიწყო და შემდგომ გადავიდა ეს ყველაფერი გიგანტში. როგორ გადასვლა? დიდიღმი და გიგანტში გადავედით მე. იქვე. სანამ გადახვალ, ესე იგი, ამ სუალედები ხო არის, აი სადღა გადახვიდე იმერეთთან, ხო შეხებაში ვერ მოვდიოდით ვერანაირად და გიგანტში სანამ გავდივართ ამ სტუდიაში ბრავომდე მანამდე ხდება ეს ყველაფერი გოგას სახლში. აქ მიდის ფერი ალიგოლია და მოიწერება. გელამ რომ მომცა ეს მუსიკა. ანუ სიმღერა დაიწერა ლოტკინზე რა. ლოტკინზე დაიწერა, მუსიკა დაიწერა, კაცო, სიმღერა მუსიკა დაიწერა ლოტკინზე, კი ბატონო. თუმცა ეს იმერული დიდი ხანი მე მქონდა ტექსტი შედგენილი, მე ვერ წერ ეს ლექსად ვერ წერ და მე არ შემიძლია რაღაც მელოდია უნდა ვწერო. ჯერჰანგი უნდა მოისმინო და მე წერ და რაღაცა ძველი მელოდია ვნახე იმერული, რაღაცაზე ავაწყე ჩონჩხათ ესე და შემდგომ გელამ რომ მომაწოდა ეს მელოდია შვიდთვიანმა ადამიანმა სხვათაშორის არ მომასვენ, არ მოგვასვენ არც ერთი. სანამ ეს დაიწერა, ერთი ფრაზა არ მქონდა ჯერ გადაადგილებული, განმოადგილებული, აბარაქენი და დაკანჯული ვიყავ, მე ჩემი გაჭრება, აქეთ ბავშვების ხმაური, აქეთ სადღაც გავძრებოდი, და მე ბოლოს ხოდა ის მოდი ხო გელა საერთოდ, არ ვიცი, მალა შვიდთვიანი ხარ ძმაო. გადავდივარ ესე გიგანტში და რატო გადავდივარ? გიგანტი ძალიან საინტერესო ამ ყველაფრით. მივდივართ ეს ამდენი ხალხი ამ შიშორეზე. და ხვდება იქ ეს ადამიანი და მამამისი. სადაც იწყება პირველ რიგში კეიფით. პატარა რაღაც ოთახი გვაქვს სტუდიასაც ვერ დავაკვირდ. ჯერ ვითომ საქმე და მე მაგრამ ჯერ მარანში იწყე. ნუგზარიძია გამოგვეგებება, ბიჭებო. ახლა სანამ რამეს დაიწყებთ. პატარა ღვინო რო არ დავლიოთ არ შეიძლება. გვეუბნება და აგერ წითელი გინდათ, ის კახედან ჩაუმიტანეს, ის ეგეთ შემადეიდაშვილა გამი, რომელიც თქვენ გინდათ, ოღონდ. აგერ დავსწრეთ ახლა პატარა პურიჭამა და მე გააგზელეთ, მაგრამ პურიჭამა იმდენ ხა გზელდებოდა, რომ გაიწელა ეს სიმღერა არ იწერებოდა სოცხალი თავი. შევჭავდით ამ პულს, დავლევდით ღვინოს, ვიღაცა ხავის თავი. ეს პეტერე ოთახი გამზადებული, გოგა ზის ესე, ერთადერთი სტუდია, სადაც გოგა არის ყველა თავს ფეხი დადებული ესე რა. თავის პატარა მაგი და აქეთ მაუსი აქეთ და ეს აკეთებს თავისთვის, არის ბედნიერი ჩვენს შევალთ სათითაოთ იქ რაღაცას მე იქ უზივარ ხოლმე, აბა რა ხდება, ყველაფერში ისავა ვერევი და როგორც კი მივედით ამ ჩაწერამდე, უნდა ჩაიწეროს რა, ახლა როგორ შეგვიძლია ერთი ფარდა მიჯნავს აქეთ საკეიფოს და იქეთ სტუდიას, ფარდა. გამოვარდა რაულა ესე ნასვამი იყო რაულა, გაიხართ აბადეში ფარდაში და ეს ერთი ცალი რაც მიჯნავდა ამ ყველაფერზე ჩამოვიგდო. ეგეც ჩაიწერა. ახლა აქეთ ისმის ეს სიმღერები, ცალკე სიმღერები იყო კეიფის ხმაური, აბა იქეთ კატა შემოვარდა, აქედან კათავი კერძო სახლია, კერძო დასახლება, იქედან ძროხა მოდის. იწერება ხმებში ეს ყველაფერი. ხო და როგორც იქნა რომ მოვაბით თავი ამ ყველაფერს და ნუ გზორი ძახის ვიღაცა. მათ ცხოვრობენ სვანები, მეგრელები, აჭარლები, მელები, ყველანაირი ხალხი არის შეკრებილი ვენასვალე მაგაც უყოლას და ნუ გზარ ვიღაც და არ და შესულე კაცი წერს უკვე მათი არის ბავშვები შესული რომ ჩააწერ რაღაცას წერენ იქ და მთლიან გაყუსულები ვარ და შემოვიდა კაცი ესეთი ტროსტი უკავია სვანური, ნაღდი სვანური სახე შემოდის
და ესეთი აი რაღაც ესეთი სახით არის, გადმოქმედას უკვე მე არ ვიცით ეხა ბიჭო ვინ არის გას. შემოვიდა და ესე დგას აი სტროც დაეყნო, ესე დაეყნო და აბა რომელი აქედან სვანი იძახ. კი რა სვანი და ამოიკნავლა კვიციან. მერე და რაღაცას მიშგულად და რაღაცას ეუნება სვანურად ახლა და ესე უყურეს არის სვანური კაცმა და ამოხედა საწყალი თვალებით ასე და არ ვიცი სვანურიო და აბა ვითომ დალაგებული თემა სვანური არისიო სვანმა ავიდა მთელი იქ წავიდა მთელი ამბავი რას ქვია სვანური არისიო და ეს დალაგებული საქმე და ასე გაგვიგზელდა დაახლოებით 1 თვე როცა ერთ დღეს შეიძლება კეიპში იქეთ იმას შეგვიშალა აქეთ მაგრამ ბოლო საერთოდ შავად ვაკეთებთ ხომ ამის თქმა უნდა რომ შავად კეთება ეს ყველაფერი იწყება დიდი ხომში ხან ლოტკინია ხან ოქროკანაა ხან ეს მელოდიები იქიდან საკველაფრიდან მოდის და ჩვენს გოგასთან ნიკოლაძესთან არაჩვეულებრივი ოჯახი აქვს იქ ხდება ეს ყველაფერი იქ მუშაობდება იქ ჩხუბობთ იქ დავობთ იქ ვეხუტებით ერთმანეთს და აქედან იბადება ეს ყველაფერი მერე იქ მუშაობდება ბატონი გოგა ჩვენ რო დავტოვებთ კაი ნასვამნაჭამი იქაურობას ბედნიერად ეს მთელი ღამე ზის მერე და აკეთებს რაღაცებს სანამ გადავალთ რა თქმა უნდა სანამ ბრაუნდე გადავალთ და ასე შემდეგ სტუდიებში ხმისჩამწერ ესე შავად და ლამაზად ხდება ჩვენი სიმღერა კიდე კარგი შიდა ხარხდება რა ვიძები გაგოცხო აბა ეხლა მუსიკის ავტორს მოусვინოთ კაცო დანეგელა მუსიკა ჩვენი ერთ დღეს ჩვენ იმერეთს საერთოდ არ შევხედავართ და რაღაცა თავში დამარყა მელოდია ავდექი და რაღაცები მოვნიშნე ტელეფონში გადაუღე რაღაცები ჩავინიშნე და ამირანს ურეკავ ამირანეს მაქვს მე ბიჭებთან აგერ ყველასთან რაღაცებთან არ მინდა რომ ეს მუზა რომ მოდის შეიძლება უცბად გაგაჩევროს როგორც არის რა თქმა უნდა მე ვეღარ წახვიდე წინ რა და შენ უნდა დახვდე მზად ხოლმე მე კაცმარიზით როდის მოეპრიანება მოდი ამიტომ ვიღებ ხოლმე რა ჩანაწერებს ვინახავ რომ რაღაცა ეს ნოტები აღარ დამავიწყდეს სხვათა შორის ძალიან კარგი გამოვიდა და იმერეც შავეხუტეთ და სხვათა შორის მუზა მომაკითხა ერთი იმერული დაიწერა და მეორე გურული. აყო ჯერჯერობით იმერულია ჩაწერილი. ანუ ერთ თვეში ორი მუსიკა მოვიდა. გურული წინ არის ეს ყველაფერი. მე მოაკითხა. ჩემთან არ მოდიან ეს მუზები მარტო, ამათან მოდიან. უგზუნია ბიჭო, უგზუნია. თან ამასთან ადრე მოდი შვიდი. ასე რომ ამიტომ ორი თვე უნდა დაელოდო კიდე. აჩქარებულა. კიდევ ბევრი გზა გვაქვს წინ გასავლელი, წინ მზადდება ბატონი მათი ამისთვის მზად არის და ვარჯიშობს უკვე რომ თავისებური ვერსია შემოგთავაზოს, ტექსტი დაწერილი არის. უბრალოდ აი მელოდიას ველოდები ახლა რომ მათე მომცეს რომ ამაში ჩავსვა და თუშურ მოტივებზე იქნება განსხვავებული რაღაცა შეიძლება თათახალი ველოსიპედი ვერ შევქნათ მაგრამ რაღაც ჩვენებურ სიტყვას მაინც ვიტყვით თუშურთან დაკავშირებით აგერ გურულის თქვა რომ არის გზაში უკვე რაღაცა შევკრავ და იმერეც კიდევ რა ვიცი მინდა მე იმერელი ვარ წარმოშობით ზოდიდან ვარ მაგრამ ლაგოდეხში რო ჩაასახლეს ადრე გაჭირები გადასახლებული აი ეს ერთი კახელი შევდა გურჯანში და შენ რა საიდან ხარო მე ვთხარი კახეთიდან რომელი კახეთი მე ვთხარი აი ზაღზე გასული იმერელი ხარო და ზაღზე გასული იმერელი რანაირად თავად მე ვთხარი ბიჭო სიმღერა კახური პირველ თქვენ დაგიწერეთ მე მაშინ არ ვქონდა იმერული სიმღერა დაგიწერე შეიძლება კიდე მე ვარ ზაღზე გასული არა ჯო ხუმროფო რა იყო რა მოგივიდო არაჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობს სადაც მე ვარ და იმერეთში ასვლაც არ დამჭირვებია სიმართლე გითხრათ იმიტომ რომ სულ ყველა საუბრობს იმერულად იქ ლელიანი ჭაბუკიანი აფენი ეს რაც არის იმერული და რაჭული სოფლებია სულ და ჩასახლებული არიან იმერეთია პატარა იმერეთი არის და იქ გავიზარდე და არც გამჭირვებია რომ ხასიათი გამევა იმ ხალხის რა უნდა და ისე იმერეთში რა თქმა უნდა ვარ ნაყოფი მაგრამ აი ჩემს გულში და სულში იყო ეს ყველაფერი და მოვიკითხავ ყველას ლაგოდეხში ჩემი კუთხისებს ჩვენი კუთხისებს მოვიკითხოთ ჩვენს არაჩვეულებრივი ხალხი არის ამ სიმღერაზე თქვენ კლიპის გადაიღოთ და თან მე როგორც ვიცი რეჟისორის თქვენ იყავით მამის ოპერატორის გამრათებელის და ყველაფერი მამერა მითხარით ჩვენს გარდა არავინ არ ყოფილა გადასაღებ მოედანზე იდეა უნდა სულ სხვა თავიდან გვინდოდა რომ ჩვენით გადაგვეღო აი ძალიან ისე რაღაცა მარტივად ბიჭებს უთხარით მე და ეს გადაგვეკეთებინა ანიმაციათ რომ რაღაცა აი ხა ჩვენ არ ვართ პროფესიონალები არც რეჟისორები ვართ არც თეატრალური გვაქვს ორივეს დამთავრებული და რაღაცები ისე თუ ასე გვესმის მაგრამ ისე არ არის ხა დაუდგე და $100,000 კლიპი უფასოდ გადავიღოთ ხო ამიტომ მეთქი რაღაცა იქნება ანიმაცია გელამით რომ ანიმაცია გადავაკეთოთ კომპიუტერში რომ ისე გამოჩნდესო ლამაზად რა და
მეთქი დავაი გავაკეთოთ რა. ხო და თავიდან მქონდა ჩაფიქრებული რომ ალბათ იქნება ოპერატორს დაუძახოთ ან რაღაცა და მაგრამ იმ ოპერატორს სცენარი ჭირდება, რეჟისორი ჭირდება და ცოტა აირეოდა და ბოლოს გადავწყვეტეთ რომ მოდი მეთქი ჩვენ გავაკეთოთ. ყველაზე მეტია ხო? ხო და მხოლოდ ჩვენ და იქნება საინტერესო სახალისო, იმიტომ რომ ჩემი აზრით უფრო კარგია, როცა შენ თვითონ აკეთებ შენ საქმეს. შენ რო გააკეთებ ისე გულიანად ვერავინ ვერ გააკეთებს, რაც არ უნდა რაღაცები გადაიხადო და ასე შემდეგ. თავიდან მივედით, არ ვიტყვი ხა სად, ერთი ლოკაცია იყო, სადაც უნდა გადაგვეღო ეს ვიდეო და ამ ლოკაციის გამო ისეთ თანხა გვითხრეს, რომ მაგ თანხად ძალიან მაგარ კლიპს გადავიღებდით, რომელიმე კომპანიას რომ მიგვეცა რა. და მოკლედ ერთი იმ წამსვე უკვე, აგერ მათე რეკავს, ჩემი ძმაკაციაო. იმედა ძალიან დიდი მადლობა. სახლი აქო ისეთიო, აი ყველა კუთხე არისო შიგნით, აბსოლუტურად დიდი ადგილი. თონე თავის ხელით გაკეთებული ყველაფერი და მივედით და აი ზუსტად ის ადგილი. გოგა დამყვება დინამიკით, სპიკერით, მე აქეთ ეს მიჭირავს, ბესოს მე უთხარი შენ მხატვარი კაცი ხარ, უნდა დამეხმარო, ეხლა გვერდში უნდა დამიდგე, დაინახო რაღაცები, მე და ბესო ერთ ამბავში ვართ, აქეთ ბიჭები ამერიკაში სამსახიობო ვინი დავდო ჩემი ვინი დავდო ასე და ბიჭები გავხსნევდით ამ თამაშს მართლა უსხავდი ასე დააკრავდეთ და ზავდო მათე დეკორატორად დაუნიშნეთ დაილაგე უყარს ეს ამაზად დაალაგება ყველაფერი რაული არტისტი იყო ერთ-ერთი მთავარი გელა მუშაობდა მასზე რომ ეს ყველაფერი ისე შეესრულებინა და მოკლედ როგორც იქნა ეს შუაში ვართ მისული და ეხა ხო თან ვიღებ და თან ხო უყურებთ ამ კადრებს რა ბიჭო ბიჭოს ვეუბნი მეთქი ძალიან მაგარი გამოდის ისედაც და არ გვინდა ეს ანიმაციები და რაღაცეები და მოკლედ შევთანხმდით რომ უნდა გადავიღოთ რაც არის ის. გადავიღეთ ეს ყველაფერი ერთ დღეში დავამთავრეთ მორჩით. ეხლა ვფიქრობთ რომ მეტი ამას კარგი მონტაჟი უნდა, იმიტომ რომ ეხლა კი გადაიღე ერთია და მე ამ ყველაფერს როგორ დაამონტაჟებ მეორე და ფიქრობ ეხლა შემიძლია რაღაცა მეც გავაკეთო და მეთქი ბარემ თუ გადავიღე მე ბარემ დავამონტაჟებ ვფიქრობ რა და კაიო დაამონტაჟე წადეო რატომაც არა წავედი იმ ღამეს არ მიძინია დავამონტაჟე დილით ბიჭებს გაუგზავნე როგორია ყველას მოეწონა შევა საღო კაია და გავუშვით მეორე დღეს YouTube-ზე და უკვე ერთი თვე არა გასული 9 მილიონი ნახვა აქვს და ესე გამოვიდა ძალიან ისე რა